პროტესტის ევოლუცია. ამ შინაარსის დისკუსია გაიმართა გუშინ რუსთაველის გამზირზე პირველ სკოლასთან. შეხვედრა ანტიკრიზისული პლატფორმისა და საპროტესტო აუდიტორიის ორგანიზებით ჩატარდა. დისკუსიის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი მოკლევადიანი გადაწყვეტილებებით ვერ მოგვარდება და ვითარების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ პროფესიონალიზმით, სისტემური მიდგომებითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ვისაუბრეთ პროტესტის წინააღმდეგობის, ასე დავარქმევდი, ევოლუციაზე. რა აზრები ქონდა ერთი წლის წინ, რა გზა გავიარეთ, რა გამოგვივიდა კარგად, რა ვერ გამოგვივიდა, რა ვისწავლეთ, რა შეგვიძლია ამ გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთესად გავაკეთოთ. 4 ოქტომბერს როგორ ხედავთ, რას გვინდა რომ მივახციოთ 4 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის მერე რა გვინდა გავაკეთოთ, როგორი საქართველო გვინდა. აი ესეთ საკითხებზე ვისაუბრეთ 4-მა სხვადასხვა გამოცდილების პროფესიული თუ განათლებითი თუ საქმიანობითი ადამიანმა. ეს შეხვედრა ეძღვნებოდა იმის განხილვას, თუ რა გზა გამოიარა პროტესტმა აქამდე, რა არის ის გამომწვევი მიზეზები, რის გამოც ახლა ვართ კრიზისში და როგორ შეიძლება ეს კრიზისი აღმოფხვრათ ოღონდ მხოლოდ სისტემური და მდგრადი გამოსავლის გზით და არა ფასადურად და კოსმეტიკურად. ჩვენი ანტიკრიზისული პლატფორმის საინიციატივო ჯგუფის მოსაზრება არის, რომ მაქსიმალური ჩართულობით უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი ფართო საზოგადოების. არ შეიძლება არც ერთი გამოსავალი ისე იყოს შემოთავაზებული, რომ ამაში არ მონაწილეობდეს ფართო საზოგადოება და არ იყოს გათვალისწინებული, რაც შეიძლება ფართო მასების ინტერესები.